Სხვაჩერს სულ ცოტა ხნის წინ დავიწყეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველებთან ერთად, სადაც მთავარი როლი ვასკა ივანო-ჩიქოვანს ჰქონდა, ახალი ინიციატივა, რომელიც ახლა ხვალ გავა ჩვენს გვერდზე და ამასობაში ვასკა დაიჭირეს, დააპატიმრეს მცირე ხნით მისი მეუღლეც და ეს ტერორი გრძელდება, მაგრამ მე მგონია რომ გუშინდელმა დღემ მათ შორის აჩვენა რომ პროტესტს აქვს შეუქცევადი ხასიათი, რეჟიმმა ვერ გადატეხა ეს პროტესტი და ჩვენ აი ამ თვითგამორკვევის ფაზიდან, რომელიც 4 ოქტომბერს მოყვებოდა, მე ესე ვფიქრობ რომ გადავდივართ უკვე შენების ფაზაზე, იმიტომ რომ თუ აქამდე ჩვენ მაინც ვიყავით უფრო რეაქციულ რაღაცა პროცესში და მოდუსში, იმიტომ რომ რამდენჯერაც თქვათ რაღაცას მოიმოქმედებდნენ, ჩვენ იმდენი რეაქციას ვაჩვენებდით და ამ შემთხვევაში მე მგონია რომ უკვე პროტესტი გადადის აი ესეთ შენების პროცესზე, სადაც რუსთაველი ერთი მხრივ არის რაღაცა კუნძული, რომელიც არის შენარჩუნებული, ხო? რამდენჯერაც შეეხნენ რუსთაველს, იმდენჯერ რუსთაველი დავიცავით და გაფართოების ფაზაზეც აუცილებლად უნდა გადავიდეთ და მე აქ ჩვენ როლს ზუსტად იმაში ვხედავ, რომ მაშინ, როდესაც უკმაყოფილება არსებობს ყველგან აბსოლუტურად, აი ეს უკმაყოფილება უნდა ჩანდეს. აი ეს ინიციატივა, რაც ვახსენე ვასკასთან ერთად, მათ შორის თქვათ, აი მოსახლეობაში დავდიოდით და ვეკითხებოდით ადამიანებს, რაც თქვენც რა ვიცი, უამრავჯერ გაიკეთებიათ, ხო, რომ აი რითი შეიძლება ისინი იყვნენ კმაყოფილები, თქვათ, ეს არის სოციალური საკითხები, ხო, გაზრდილი ფასები იქნება, ჯანდაცვა, განათლებას ეხა ანგრევენ კიდევ უფრო მეტად, ხო? ხედავთ და მე მგონია რომ ეს უნდა გამოვიყენოთ ძალიან კარგად, ხო? ეხა აი მაგალითად ნახეთ რომ პროკურატურამ პირდაპირ დაიწყო გამოძიება საქართველოს უნივერსიტეტთან მიმართებით, ხო? ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეუბნებიან რომ საერთოდ შენობებს წაგართმევთ და ამიტომ ეხა გადავდივართ იმ ფაზაში რომ ჩვენ ვთქვათ ერთი მხრივ ეს ორგანიზებული ჯგუფები აუცილებლად კიდევ უფრო მეტად უნდა გავააქტიუროთ და მობილიზება მოვახდინოთ მთელი საზოგადოების და რეგიონული პროტესტები, ხო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არსებობს ესე იგი ის პროტესტები, რომელზეც ჩვენ ვიცით, მაგალითად თქვა ჭიათურა, ბალდა, სულორი, სურები, ქობულეთში არის უამრავი, სადაც რა ვიცი, აი ყველგან ცეცხლი უკიდია რეჟიმს, ხო? მაგრამ ამის რაღაცა ცენტრამდე მოტანა ნაკლებად ხდება ხოლმე და პირიქით აქედან იქ წაღება, ხო? იმიტომ რომ პროპაგანდა ორივეგან მუშაობს და მე მგონია რომ აი ამის კონსოლიდაცია და მობილიზება არის თავისუფლად შესაძლებელი და მიუხედავად იმისა, რომ ცდილობს რეჟიმი რომ დაგსაქსულობა აჩვენოს, აი ჩემი აზრით ზუსტად ეს ეტაპი დგება, სადაც ჩვენ აი ამ გაერთიანებას მოვახერხებთ.